დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა ყველას ეხება, ეს არის ჩვენი საპენსიო დანაზოგი და მათი მომავალი. საუბრობთ იმ საკითხზე, რომელიც ხშირად ნაკლებად თვალს ეჩინოა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფინანსური უსაფრთხოებისთვის. რა ხდება მაშინ, როცა ჩვენი შემოსავლებიდან ყოველთვე გარკვეული თანხა ირიცხება საპენსიო ფონდში? როგორ და სადაა დაბანდებული ეს ფული? როგორ მუშაობს საინვესტიციო სტრატეგია და რა შედეგები გვაქვს ამ დროისთვის? რას უნდა ველოდოთ მომავალში? ანა ნაჭყებია საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი შემოგვიერთება. ანა, მოგესალმებით. მოგზაურობთ სტუდიაში ჩვენთან. კითხვები, რომელიც მუდმივად არსებობს საზოგადოებაში, ახლა ვეცადოთ ყველას აინტერესებს მუდმივად და შესაბამისად თქვენზე კარგად პასუხებს ამ თემაზე ვერავინ ვერ გავცემს. დავიწყოთ იმით, რაც თავში გარკვეულწილად ვახსენე. რა ტიპის აქტივებში აბანდებს დღეს საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა დანაზოგებს? სალამი, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობა საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება. თებერვლის მდგომარეობით ჩვენი აქტივების მოცულობა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მათ შორის კი დაგენერირებული მოგება არის 2.4 მილიარდი ლარი. ეხლა როგორ არის ეს აქტივები განაწილებული? ჩვენ ძირითადად ხელმძღვანელობთ კანონით, რომელიც გვაძლევს მანდატს, რაც შეიძლება ამ აქტივების ინვესტირება განვახორციელოთ და დღესდღეობით აქტივების დაახლოებით 80% არის ინვესტირებული საქართველოში. საქართველოში ადგილობრივ ინსტრუმენტებში, როგორც არის ბანკების დეპოზიტები, ისე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. თუმცა გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 20% ჩვენი აქტივების არის ინვესტირებული საერთაშორისო ბაზრებზე, აქციებში, რაც მოიცავს დაახლოებით 9000 კომპანიის აქციას და არის ძალიან დივერსიფიცირებულად განაწილებული სხვადასხვა რეგიონში. ამას ვინ და როგორ წყვეტს? ანუ ჩვენ ხელი და თვალი არ მიგვიწვდება, სად არის ახლა ამ მომენტში ჩვენი ფული, ასეა? ყველა ადამიანს, ვინც არის საპენსიო სქემის მონაწილე და ყავს დაახლოებით 1.7 მილიონი საქართველოს მოქალაქე, აქვს წვდომა თავის საპენსიო გვერდზე, სადაც დეტალურად არის მოცემული, სად არის ეს აქტივები ინვესტირებული. ანუ არა მხოლოდ რაოდენობას ხედავს, არამედ განაწილებას. არამედ სად არის გადანაწილება. და სარგებელსაც მათ შორის რა შენატანები განხორციელდა თქვენი საპენსიო დანაზოგების მიმართულებით დამსაქმებლებისგან, რა შენატანი განახორციელეთ თქვენ და ასევე სახელმწიფოს წილიც არის დაახლოებით 2% სახელმწიფო ახდენს დამატებას და გარდა ამისა რა იყო ის ამონაგები, რაც ამ პერიოდის განმავლობაში დააგენერირა თქვენ. მოსახლეობის უმეტესობა საკუთარ საპენსიო დანაზოგს აკონტროლებს ეგრეთ წოდებული მობაილ ბანკებიდან, მაგრამ აი ის რომ ეს დეტალური ინფორმაცია ვნახოთ, სად უნდა მოვიპოვოთ ეს ინფორმაცია? საპენსიო სააგენტოს პირად გვერდზე შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩვენს საიტზე, ჩვენი პირადი ნომრით ალბათ, ხო? თქვენი პირადი ნომრით და მონაცემებით, სადაც გაივლით ავტორიზაციას და შედიხართ თქვენს პირად გვერდზე, სადაც ნახულობთ ამ აქტივებზე დეტალურ ინფორმაციას. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ეს კარგია რომ დაბანდა და საქართველოში რო არის დაბანდებული, ესე ძალიან კარგი არის, მაგრამ შეკითხვა არის, რამდენად დაცულია შენატანები. ანუ რას გულისხმობ? ინფლაცია და ეკონომიკური კრიზისისგან როგორ ავართ დაცულები. ეს არ მგონია რომ უმნიშვნელო ამბავი იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენი თავიანაც ეკითხეთ, როგორ ვაკეთებთ ამ ინვესტირებას. ჩვენ როგორც იცით, საპენსიო ფონდში გვყავს საინვესტიციო გუნდი, რომელიც ყოველდღიურად არის ამით დაკავებული, როგორ განხორციელდეს აქტივების უსაფრთხოდ ინვესტირება და გრძელვადიან ამონაგებზე ინფლაციის გათვალისწინებით, რომელიც არის ჩვენი მთავარი მანდატი. ანუ კანონის მიხედვით ჩვენი მიზანი არის, რომ გრძელვადაში მოსახლეობას ინფლაციით გათვალისწინებით რეალური ამონაგები, დადებითი რეალური ამონაგების მაქსიმიზაცია გავაკეთოთ. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ ვართ საკმაოდ გრძელვადიანი ინვესტორი და ჩვენი საინვესტიციო სტრატეგიაც არის ძალიან გრძელვადიანი. მოკლევადიან მერყეობებზე არ ვაკეთებთ აქცენტს, უფრო გრძელვადიანად ვუყურებთ. და ყოველწლიურად ხორციელდება გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება სამივე პორტფელისთვის, რომელსაც ვმართავთ, რომელიც გვაძლევს იმ მიმართულებას, სად უნდა გავაკეთოთ ეს ინვესტიციები და იმისათვის, რომ საუკეთესოდ დავიცვათ ჩვენი აქტივები ინფლაციისგან, მაკროეკონომიკური გამოწვევებისგან, საუკეთესო არის სწორედ ეს გრძელვადიანი ხედვა და აქტივების დივერსიფიკაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს აქტივები გავანაწილოთ სხვადასხვა ინსტრუმენტებში, ეს არის ჩვენ პარტნიორობთ მაგალითად საქართველოში ყველა კომერციულ ბანკთან, გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო ობლიგაციები, რომლებიც შედარებით ნაკლები რისკიანობით გამოირჩევა. ასევე აქციების ბაზარი, რომელიც არის ძალიან დივერსიფიცირებული და არ ვართ მიბმული რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, ან სექტორზე, ან თუნდაც ქვეყანაზე. აი ეგ მინდა და მეკითხა, კომპანია, ბანკი და სექტორი არის მთავარი გარანტორი, რომ ეს თანხა იქნება უსაფრთხოდ.
თუ სახელმწიფო არის მთავარი გარანტორი, რომ ისეთ კომპანიებს და სექტორს ანდოს ეს თანხა, რომ თუ რაღაცა თქვა გაუთვალისწინებელია, ხო, სახელმწიფო იყოს პასუხისმგებელი. სახელმწიფო პირდაპირ არ შემოდის საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში. სახელმწიფო განსაზღვრავს კანონს, საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც გვაძლევს მიმართულებას, როგორ გავაკეთოთ ეს ინვესტიციები. შემდეგ არის შედგენილი გუნდი, რომელიც მუშაობს, სწორედ ის გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელ კომპანიებში გავაკეთოთ ეს ინვესტირება. ეს ეფუძნება რისკების ანალიზს, ფინანსურ ანალიზს, მომავალზე გათვლას, რომ ისეთი ინვესტიციები გავაკეთოთ, რომელზეც ჩვენი ანალიზის საფუძველზე მოლოდინი გვაქვს, რომ დაცული იქნება ეს ინვესტიციები. კარგი, განვიხილოთ შემთხვევით, უკვე ასეთი ყოფილა, რა თქმა უნდა, როდესაც განახორციელეთ ინვესტიცია და არ გაამართა. ჯერჯერობით არ გქონია მსგავსი შემთხვევა. ჩვენი მანდატი არის საკმაოდ კონსერვატიული. ანუ ჩვენ ძირითადი ნაწილი არის ბანკებში ინვესტირებული და როგორც იცით, საქართველოში საბანკო სექტორი საკმაოდ წარმატებული, მომგებიანია, რაც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ჩვენი აქტივების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ჩვენ მცირედით ინვესტიციები გაკეთებული გვაქვს კომპანიების ობლიგაციებში. მაგალითად, გვაქვს 15-მდე კომპანიას ადგილობრივი ქართული კომპანიის ობლიგაციები, რომელიც ასევე დაეფუძნა ამ ანალიზს და საბედნიეროდ ჯერ არავითარი მსგავსი შემთხვევა არ გქონია, თუმცა ყველაზე დიდი მერყეობას, რაც გავლენას ახდენს ჩვენს პორტფელებზე, ეს ძირითადად მოდის აქციების ბაზრიდან. ვინაიდან აქციების ბაზარი არის უფრო მერყევი აქტივის კლასი, სადაც ყველანაირი სიახლე, ეს იქნება მაკროეკონომიკური, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური სიახლეები პირდაპირ გავლენას ახდენს ამ აქციების ფასებზე. და შესაბამისად ხედავთ ხოლმე მერყეობას გარკვეული პერიოდულობით, მაგალითად ეხაც რეგიონში შექმნილი სიტუაციის გამო ნახეთ მცირედი შემცირება, გუშინ კიდე პოზიტიური ტრენდით შეიცვალა ეს ყველაფერი. მეტი მერყეობა ახასიათებს აქციებს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში და ჩვენი მონაწილეების უდიდესი ნაწილი არის ახალგაზრდა და აქვს ძალიან გრძელი 20-25 წლის საინვესტიციო ჰორიზონტი. ამ პერიოდში ეს მერყეობები ძირითად შემთხვევაში დაძლეული არის ხოლმე და აქციების ბაზარიც პოზიტიურად ასრულებს ისტორიულად, რასაც ვუყურებთ. ანა, თქვენ ახსენეთ დასაწყისში 8 მილიარდი დაახლოებით, რაც უკვე არის საპენსიო ფონდში შემოსული თანხა, აქედან 2 მილიარდი არის ამონაგები, ანუ მოგება ამ ინვესტიციების შესაბამისად. აი ეს მოგება, თუ თქვათ ჩემგან, მე მაქვს ახლა სიტყვაზე 20,000 ლარი დაგროვილი, თქვენ განახორციელეთ ამ თანხით ინვესტიცია. მე ამ მოგებას მე ვხედავ და თქვათ მაქვს 22,000, თუ მე თქვენ წყვეთ ამ 2,000 რას უშვებით, თუ ეს როგორ ხდება? ეს თანხა ჩვენთან შემოდის, ყოველდღიურად ვიღებთ კონტრიბუციებს ადამიანების სახელზე, რომელსაც კომპანიები ახორციელებენ ყოველ თვე ხელფასის ჩარიცხვასთან ერთად ჩვენთან შემოდის კონტრიბუციები. ეს მოგება, ეს აქტივები ინვესტირდება, როგორც კი კონტრიბუციებს ვიღებთ, საინვესტიციო სამსახური ამ აქტივების ინვესტიციას ახორციელებს და შესაბამისად მოგება პროპორციულად გინაწილდებათ თქვენ. ანუ თუ 20,000 ლარი შემოიტანეთ და ამ ერთ წელიწადში ჩვენ დავწერეთ დაახლოებით 15%-იანი მოგება ამ პორტფელზე, მაშინ თქვენი აქტივის ღირებულება წლის ბოლოს 15%-ით გაიზრდება. ანუ 20,000 დაემატება 15%. წაგების შემთხვევაშიც, ანუ 20,000 შეიძლება რომ შემცირდეს, რაც შემოიტანეთ, გააჩნია როგორი წელი იქნება. ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ სამი პორტფელი გავუშვით, საშუალო წლიური ამონაგები იყო 15%. ჯერ არ გქონია შემთხვევა და იმედია რომ არ გვექნება რომ შემცირება გქონოდა. ვერ მოვხდი რას ნიშნავს თქვენ შემოიტანეთ, თქვენ მე შემოვიტანეთ და თქვენ შევიტანეთ. ხო, ეგ საინტერესო არის, კი. აი პორტფელების მიხედვით მიხვდებით, მე მგონი როდესაც აი კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური. კი. რა განსხვავება? ახლავე და გეტყვით. ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი გვაქვს. და თვითონ ირჩევს თუ არა ამას? როგორც იცით, საპენსიო რეფორმა გაიშვა 2019 წელს და 2019 წელს ადამიანები ავტომატურად სავალდებულოდ შემოუერთდნენ სქემას და გახდნენ სქემის ნაწილები და დაიწყო ამ კონტრიბუციების შეგროვება. 2023 წელს გადავედით ახალ ფაზაზე, როდესაც გარდა კონსერვატიული პორტფელის, ანუ პირველი 5 წლის განმავლობაში მქონდა მხოლოდ ერთი პორტფელი. 2023 წლის აგვისტოში ერთი პორტფელის გარდა დავამატეთ 2 ახალი პორტფელი, დაბალანსებული და დინამიკური პორტფელი. და უკვე
ადამიანებს მიეცათ საშუალება, რომ თვითონ გადაწყვიტონ, რომელი პორტფელი გირჩევნიათ. მთავარი სხვაობა ამ სამ პორტფელს შორის არის აქციების წილი ამ პორტფელში. მაგალითად, ეს უცხოური აქტივების წილი არის მთავარი სხვაობა. მაგალითად, კონსერვატიულ პორტფელში დაახლოებით 20%-ია აქციების წილი, დინამიკურ პორტფელში 55%-ია აქციების წილი. შესაბამისად, ყველა ადამიანს, ვისაც უნდა და აქვს სურვილი, რომ თავისი აქტივების დიდი ნაწილი იყოს ინვესტირებული, მაგალითად, ამერიკული, ევროპული და აზიური კომპანიების აქციებში, მათთვის დინამიკური პორტფელი არის შესაფერისი, ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც უნდა უფრო ფიქსირებული, სტაბილური ინსტრუმენტებში ინვესტირება, აქ უკვე კონსერვატიული პორტფელი შემოდის. გასაგებია, შეიძლება ეჩქარება და 40% უფრო მეტი მოგება უნდა სიტყვაზე და ამის გაკეთება უნდა, ხო? მოგების მოლოდინი აქვს. ეს როგორ უნდა გავიგო? თქვენს პირად გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ნახოთ ინფორმაციაც. თუ თქვენ არჩევანი არ გაგიკეთებიათ, ავტომატურად იქნებით კონსერვატიულ პორტფელში. ჩვენი მონაწილეების 99% აქტიური არჩევანი არ გაუკეთებია და კანონის შესაბამისად ავტომატურად კონსერვატიულ პორტფელში არიან. თუმცა ყავს დაახლოებით 10,000 ადამიანი და ამ პორტფელების ზომა დაახლოებით 100 მილიონი ლარი არის. 10,000 ადამიანი არის, ვინც გადაწყვიტა, რომ კონსერვატიული პორტფელიდან უნდოდა და გადავიდა დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებში. ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ბევრმა საერთოდ არის, აი როგორც მარიკა მაგალითად არის, რომ არის კონსერვატიულში და მაგალითად ან დაბალანსებულში და თუ ჰიპერაქტიულში თუ როგორც ქვია. დინამიკური. არ ვიცი, ხო და აი ამის ცვლილების მექანიზმიც რო აგვიხსნათ, როგორ შეიძლება. მარიკამ გადაწყვიტა, რომ არ არის კონსერვატიულის მომხრე და სხვაგან უნდა გადასვლა. ეგეც გვერდზე არის თუ თქვენს უნდა მიმართონ თუ როგორ უნდა მოხდეს ეს? გვერდზე ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ არის, გარდა თუ არ გაქვს აი პირადობის მოწმობის წამკითხველი, რომელიც მოგცემს შეცვლის საშუალებას. ბევრს არ აქვს საქართველოს ელექტრონული ხელმოწერა. თუ გაქვს, მაშინ ბევრად მარტივი არის, შეგიძლია შეხვიდე პირდაპირ საიტზე და იქიდან გააკეთო ეს ყველაფერი. დანარჩენი მოსახლეობისთვის, ვისაც ეს სურვილი გაუჩნდება, შეუძლია იუსტიციის სახლში მივიდეს ყველა ფილიალში და განაცხადოს, დაწეროს განცხადება პორტფელის ცვლილებასთან დაკავშირებით, ან ჩვენთან საპენსიო ფონდში მოვიდეს და იგივე სერვისის მიღება ჩვენთანაც შეუძლიათ. ანა, კიდევ ერთი საინტერესო კითხვა არის, რომ ანუ რეალურად მე რა ხელფასიც მაქვს, იქიდან 2%-ს რიცხავს საპენსიო ფონდში, სამსახურიც რიცხავს 2%-ს და სახელმწიფოც რიცხავს, ანუ ეს 6% ყოველთვიურად ირიცხება, მაგრამ მე თუ მინდა რომ თქვათ, ჩემი უზრუნველყოფილი სიბერისთვის დამატებითი თანხა შევიტანო საპენსიო ფონდში, ამის საშუალება თუ მაქვს? ამ ეტაპზე, როდესაც საპენსიო რეფორმა შეიქმნა, ეს მოიაზრებდა სამ პილარს, ეგრეთ წოდებულს. პირველი პილარი არის საყოველთაო პენსია, რომელიც ყველა ადამიანს ერიცხება. მეორე ვართ ჩვენ, ეს არის სავალდებულო პენსია და მესამე არის ნებაყოფლობითი პენსია. ამის საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში არ ყავს კერძო აქტივების მმართველები, რომლებიც ამ სერვისს აწვდიან მოსახლეობას. შესაბამისად, თუ გინდა რომ დამატებითი თანხები დაზოგვა გააკეთო, ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ არის შესაძლებელი ან პირადად უნდა. ჩვეულებრივი დანაზოგი და ანაბარი შეიძლება გააკეთო და პირდაპირ საპენსიოზე ვერ მიმართავ. ამ ეტაპზე ვერა. ერთი შეკითხვა მაქვს, მაგალითად შევცვალე, გადავედი, ჩემ ნებაზე არის, იმიტომ რომ თუ გაკეთდა ეს ამბავი, ეს გავიგეთ, მაგრამ მე შემიძლია რომ ჩემი თანხა ჩავდო კიდევ უფრო მეტი, ანუ ჩემ ემაზე რომ ხო, ეს არის ალბათ ეს. ხო, აი ჩემი რომ მინდა რომ დავამატო. აი დამატების საშუალება ჩვენთან საპენსიო ფონდში არ ხდება, ანუ ცალკე აქტივების მმართველებთან შეიძლება ამის უზრუნველყოფა ან პირადი საშუალებით დეპოზიტების ან სხვა დაზოგვის და როგორც ვიცით, საპენსიო ფონდში თუ ვართ ჩართული, გამორთვა არ შეგვიძლია. სავალდებულო პერიოდში არ გამოვერთეთ ნებაყოფლობით. როგორ შეიძლება? აი აღარ მინდა, მაგალითად ეგეც არსებობს, ეგეთი წელი, ესეც უნდა. როდესაც კანონი შევიდა ძალაში, მაშინ მიეცა საშუალება მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომელიც ასაკით შედარებით დიდი ასაკი ჰქონდათ, რომ გასულიყვნენ ნებაყოფლობით და გარკვეული პერიოდი იყო, ჩაკეტილი პერიოდი, როდესაც შეგეძლო ამით სარგებლობა. ამ ეტაპზე ყველასთვის სავალდებულო არის საპენსიო სქემაში მონაწილეობა და ერთადერთი საშუალება, რამდენიმე საშუალება, რითიც შეიძლება რომ დატოვოს სქემა, ეს არის ერთი თუ ქვეყანას და მოქალაქეობას დატოვებ, მეორე რა თქმა უნდა თუ საპენსიო ასაკს მიაღწევ და პენსია დაგენიშნება, შეგიძლია რომ გაიტანო ეს შენი თანხა და მესამე არის თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს მიიღებ. რაღაცა თანხის გატანაზე კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო არ ხომ გავედით და გვინდა რომ ამოვიღოთ აი როგორ იყო ეს ამბავი ერთხელ კი გითხარით მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას. ერთიანად არ იძლევენ თანხას და გამოდის და რაღაც რაოდენობაზე არ არის და მოდი კიდევ ერთხელ უთხრათ ეს აი მაგალითად გავიდა ადამიანი პენსიაზე
გავედით და რამდენი შეიძლება ავიღოთ თუ როგორ აი ეს რო კი, ამ ეტაპზე გარკვეული კალკულაციები კეთდება იმის მიხედვით, რა მოსალოდნელი სიკვდილიანობა არის მაგ ასაკის და სქესის ასაკი რაც არის, იმაზე იყოფა და თვის მიხედვით გამოდის. იმის თვის მიხედვით დაგენიშნება. თუ დღეს დაგროვილი თანხა არის 90000 ლარზე ნაკლები, მაშინ ერთიანად გაგატანთ. 90000 ლარი ხო ის რაღაცა 90000 ლარი არის დაახლოებით ამ ეტაპზე. თუ 90000 ლარზე მეტია და ზოგელი აი 100000 ლარი გაქვს საპენსიო ასაკს მიაღწია, მაშინ ეს გაიყოფა აი ამ თვეების რაოდენობაზე და დაგენიშნება დამატებითი პენსიის სახით. ინტუიტიური პენსია. ერთიანად გატანა შეუძლებელია, მაგრამ გემატება პენსიაზე, რომელსაც იღებ. ხო, ცალკე შემოსავლის წყარო იქნება ჩვენი დამზოგველების. მე მგონი ამოვწურეთ შეკითხვებით ჩვენი სტუმარი და ძალიან საინტერესო იყო გაგვეგო და მინიშნებაც მიგვეცა ჩვენი მაყურებლისთვის იმის შესახებ, რომ საპენსიო ფონდის გვერდზე საკუთარ ანგარიში შეუძლიათ ნახოს ყველა ინფორმაცია, ხო, სად არის დაბანდებული თანხა, რა პორტფელის ფლობელი ვართ და როგორ შეგვიძლია ეს პორტფელი. და შეგიძლია შეცვალო კიდეც როგორ შენინება არის ეს ამბავი და კარგია რომ წარმატება გვაქვს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი თანხა არის აკუმულირებული უკვე ამ და შესაბამისად კაკ საქმე ეხმარდება ქვეყნისთვის. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ შევახსენოთ